მოგესალმებით მეგობრებო, ვიცი დავიკარგე, რისთვისაც ბოდიშ გიხდით, ძალიან ბევრი იწერებით, თუ სათხარ, რატო დაგვიკარგე, რატო აღარ იღებ ვიდეოებს, ამისთვის საპატიო მიზეზი მაქვს და მალე აუცილებლად გაგაგებინებთ. პირველ რიგში მინდა გითხრათ თითოეულ თქვენთანაც დიდი მადლობა, კარგი აქტიურობისთვის, ბევრი კითხვების დასმებისთვის. ზუსტად ეს ვიდეო იქნება თქვენ კითხვებზე პასუხი. შემდეგ იქნება იმაზე საუბარი თუ რას ემსახურება საერთოდ ჩემი YouTube არხი და სამომავლოდ ჩემს გეგმებზე თუ აი რა მიზეზების გამო ვეღარ მოვახდინე ვიდეოების გადაღება. მოდი პირველი დავიწყებ, რო არ გავაგრძელო ბევრი კითხვებით. კითხვა არის ესეთი, გიორგი გუნცაძე წერს, რომ პრესის ვარჯიშები და რჩევები დადერა ყველაზე მოთხოვნადი ნაწილი არის და მუცლის თხელი კანიც როგორ მიიღება. გიორგი, მინდა გითხრა, რომ ჯადოსნური პრესის ვარჯიშები არ არსებობს. ზუსტად ჩემი YouTube არხი არ ემსახურება იმას, რომ რაღაცა ტყუილები შევთხზა ვიდეო, რომ ბევრი გამომწერები დავაგროვო. პრესის ვარჯიშები არის ძალიან ადვილი და არ გეგონოთ რაიმე ვარჯიშს თუ გაკეთეთ პრესის კოპიკები გამოგივათ. რაც შეეხება კანის გათხილებას, ეს არის დიეტა. აუცილებლად მოგახსენებთ დიეტაზე, უშუალოდ ჩემს კვებაზე როგორი ვიკვებები და როგორი იცვლება ჩემი რაციონი, რა დროს ვიკვებები ნახშირწყლებით, რა დროს ვიკვებები ცილებით და ვეცდები მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს. რაც შეეხება ვარჯიშებს, ჩემი ვიდეოებში, რასაც დღეს ან ხვალ განახებთ ვარჯიშებში, განახებთ თუ რა პრესს ვაკეთებ, არაფერი განსაკუთრებული და ჯადოსნური არ არის. ასე რომ ჩვეულებრივი პრესი შეგიძლიათ გააკეთოთ და მთავარი ეს არის სამზარეულოში სწორი კვება. შემდეგი კითხვა არის, მაგალითად, იქნებ ერთი ვიდეო დავუთმოთ, აკაკი ძინძიბაძე წერს, ძალიან კარგი ვიდეოა, ასე გააგრძელეთ, თუ ერთ ვიდეოს დავუთმოთ მკერდის ვარჯიშები სახლის პირობებში ძალიან კარგი იქნება. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ჩემი YouTube არხი არ ემსახურება იმას, რომ რაღაც სახლის ვარჯიშები გადავიღოთ. ჩემთვის არ არის რაღაც მოტივირებული ის, რომ წყლის ბოთლებით ვიდგე და სახში ვარჯიშები გავაკეთო. თქვენ გაქვთ ნანახი რამოდენიმე ვიდეო, თუ როგორ სრულდება მკერდის ვარჯიშები და არა აქვს მნიშვნელობა ხელში რა სიმძიმეს დაიჭერ. შეიძლება იგივე იყოს აჯიმანიების გაკეთება თუ შტანგა არ არის. შესაძლებელია იყოს დელტების ვარჯიში, განტელების მაგივრად წყლის ბოთლით. ამისთვის დროს ნამდვილად ვერ დავხარჯავ, როდესაც დიდ ბოდიშს გიხდით, შეგიძლიათ თუ სახში გაქვთ განტელების საშუალება, რომ შეიძინოთ ნებისმიერი გადაშლი და ნებისმიერი მკერდის ვარჯიშები, რაც წინა ვიდეოებში მაქვს ახსნილი, სახლის პირობებში გაკეთეთ. აქაც განსაკუთრებული არაფერი არის. დარბაზში უფრო მრავალფეროვნებაა, მრავალსახეობა არის ტრენაჟერების და უფრო მრავალფეროვანი ვარჯიშები არის. სახლის პირობებში თუ არ გაქვთ მეტი სხვა პირობა, შეგიძლიათ მარტო განტელებით შემოიფარგლოთ. შემდეგი არის, ხო, ძალიან კარგ საქმეს აკეთებ, მიხარია თქვენი ვიდეოები, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ერთი ამბობს, მეკითხება დელირიუსი, კატო, ვერ გავიგე, ზოგი როგორ ამბობს, ზოგი როგორ. შენი აზრით მაინტერესებს, ერთ ჭამაზე 30 გრამ ცილაზე მეც თუ მიიღებ, ვერ ითვისებს ორგანიზმი და რამდენად მართალია. მინდა გითხრათ, რომ ეს სისულელეა, ორგანიზმი იმდენს მიიღებს, რამდენიც მას სჭირდება. წარმოიდგინეთ 140 კილოიანი ადამიანი, რომელსაც კილოგრამზე 2-3 გრამ ცილას ღებულობს, რამდენჯერ უნდა ჭამოს ეს 30 გრამი ცილა, მთელი დღის განმავლობაში უნდა დადგეს, დიდი 7 საათიდან, ღამის 2 საათამდე, რომ მთელი დღე ჭამაში მოხდეს, ყოველ 2 საათში ერთხელ, ყოველ 3 საათში ერთხელ, ხო? ამიტომ რაც უფრო დიდი არის მასა, უფრო შედარებით მეტ ცილოვან საკვებს შეითვისებს, გააჩნია ამას კიდე რა ფარმაკოლოგიაზე და რა პრეპარატებზე არის. ასე რომ მიიღეთ საშუალოდ 150-100 გრამი ქათმისპილე იქნება, ეს თევზი იქნება, ну თევზი შეგიძლიათ უფრო მეტი რაოდენობით მიიღოთ, რადგან შედარებით უფრო ცოტა ცილები არის, ასე რომ ამაზე არ ჩაიციკლოთ. როგორც პროტეინში ერთ სკუპში არის 25-40 გრამი, 25-30 გრამი ცილა, იგივენაირად შეგიძლიათ თქვენც აწონოთ ჩვეულებრივი საკვები, ასე რომ ამაზე ბევრი არ იფიქროთ, ჩვეულებრივად დათვალეთ კილოგრამზე 1.8-2.5 გრამი ცილა. ну გააჩნია ვინ რა ფაზაში ხართ, ეს ძალიან ბევრი სხვადასხვა კითხვები არის. ამ კითხვებსაც ვეცდები მაქსიმალურად ჩემი მომზადების პროცესში აგიხსნათ თუ რატო ღებულობ ამ ცილებს, ამ ნახშირწყლებს, ამ რაოდენობით. შემდეგი კითხვა იყო ესეთი, რომ ბიცეპსი და ტრიცეპსის ვიდეო რო გადაიღო, საინტერესო იქნება. ну, აქაც საკითხავთ მაგ განხილული ბიცეპსი და ტრიცეპსი როგორ მუშაობს, მაგრამ პირადად ჩემს მოსაზრებას ამ ვარჯიშებთან დაკავშირებით და მე როგორ ვარჯიშებ ამ ვიდეოს გადავიღებ აუცილებლად და აუცილებლად შემოგთავაზებთ. თავისი ახსნებით, განმარტებებით და ასე შემდეგ. ძალიან მიყვარს სირბილი და როგორ შეიძლება თან სირბილი
ბილიკი და წონები შევათავსო ერთმანეთს ისე რომ კუნთმა არ დაიკოს. სამწუხაროდ ჩვენ სპორტში ანუ ბოდიბილდინგში, კერძოდ ვისაც კუნთოვანი მასა უნდა, სირბილი ვერ შეესაბამება კუნთოვან მასასთან ერთად. მაგრამ კარდიო აუცილებელი არის, ეს არის დილით უზმოზე, ან ველოტრენაჟორი, ან თხილამურები, ან ბილიკი, მაგრამ არა სირბილი, ჩქარი ნაბიჯი, ჩქარი სეული, იგივე კიბის ტრენაჟორზე, ისეთი კარდიო, რომ ლაპარაკი შეიძლებოდეს. იმიტომ რომ რაც უფრო მეც დავბივართ, მით უფრო დიდი ალბათობა არის იმის, რომ დავიფერთხოთ, ასე რომ ვთქვათ, ან კუნთებიც დაიწვას. ასე რომ ვფიქრობ, გამართლებული არ არის, თქვენ ვერც ერთ ბოდიბილდერს ვერ ნახავთ, რომელიც დარბოდეს და კუნთები ასევე დიდი ქონდეს. ნუ თუ გინდათ ეხლა რომ თქვენ კუნთოვანი მასა მოიმოდოთ, სირბილს არ გიჩვენთ, მაგრამ სწრაფი სიარული თხილამურები, ბილიკი იდეალური არის ან დილით უზმოზე, ან ვარჯიშის შემდეგ. ნუ ჩემი რჩევა არის დილით უზმოზე გაგეთ 30-35 წუთი. პირველ რიგში დიდი მადლობა ასეთი ვიდეოებით. იქნება ერთი ვიდეო სახლის პირობებში ვარჯიშის ტექნიკაც გვასწავლო. ნუ აქაც არაფერი განსხვავება არ არის. სახლში იქნება თუ დარბაზში, ტექნიკა ყველგან ერთი და იგივეა. ხელს ესე ავწევ დარბაზში თუ სახლში ავწევ, აქაც განსხვავება არ არის. ასე რომ ამ თხოვნებს სამწუხაროდ ვერ შეგისრულებთ, მაგრამ ბევრ სხვა თხოვნას შევასრულებ, ეს იქნება კვებებზე გადაღება, ვიდეოების, პატარა განსხვავებული ვარჯიშები, პირადად ჩემზე მორგებული, იმიტომ რაღაცა პრობლემების და გამო ყველა ვარჯიშს ვერ ვასრულებ, ან არ ვასრულებ და ამას შემოგთავაზეთ იმედია თქვენთვის საინტერესო იქნება. ცხიმის წვაზე გადაიღე, რა გთხოვ, ნუ ცხიმის წვაზე ესეთი არაფერი არ არის, ეხლა ცხიმი იწვება, ამას თუ აკეთებ, კიდევ ერთხელ ამბობ, ეს არის ყველაფერი კალორაჟი, კალორაჟმა მოდით ეხლა რო არ დაგვაბნიოს და კალკულატორი რო არ ავიღო და თვლა რო არ დავიწყოთ, ნახშირწყლების კონტროლი, ცხიმების და ცილების. მივიღო იმდენი, რამდენიც საჭიროა და დავხარჯო იმდენი, რომ ცხიმი დაიწვას. ანუ აქ არის თავარი კარდიო ვარჯიშები და ნახშირწყლები. ეს ძალიან ინდივიდუალურია. ვიღაცა 300 გრამ ნახშირწყალზე შრება, ვიღაცა 150 გრამ ნახშირწყალზე, ვიღაცა 50 გრამ ნახშირწყალზე ვერ შრება. ეს თქვენ თვითონ უნდა იპოვნოთ. მე მაგალითად გეტყვით, რომ ჩემი დიეტა იწყება მაგალითად 300 გრამი ნახშირწყალი და ნელ-ნელა აკლდება იმის და მიხედვით თუ ფორმა როგორ იცვლება. თუ ფორმა კარგად და ადეკვატურად იცვლება, ნახშირწყლებს არ ვაკლებ. თუ შევხედე, რომ ორგანიზმი მიეჩვია ამ ნახშირწყლებს, ანუ ამ გრამაჟს და ფორმა აღარ იცვლება, მაშინ ვიწყებ ნახშირწყლების დაკლებას და ასევე ინტენსივობის მომატება. შეიძლება კარდიო ვარჯიშები მომატო, ნახშირწყლები დავტოვო. ნუ ეს ვარირება არის, ესე 2x2 4, უცბად ესე გითხრათ, სამწუხაროდ არ არის. კი, ძალიან კაიფო ვიდეოებია. ეხმარები იმ ხალხს, ვისაც ინსტრუქტორის გარშე ვარჯიშობს. მაინტერესებს შემდეგი კერდის ვარჯიშის დროს თუ აქვს მნიშვნელობა მკერდის კუნთს რომელ ნაწილს ავარჯიშებ. ანუ ჯერ ზედა მკერდს თუ შუას. რა თქმა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა. არსად არ წერია ესეთი წესი, რომ შენ უნდა დაიწყო ჟიმით, თუ ჟიმით არ იწყებ მკერდი არ იზრდება. თავარი ჩვენ სპორტში არის რა? ერთი რამ. თუ გრძნობ იმ კონკრეტულ კუნთს. თუ დაწოლილი შტანგის დროს შენ მკერდი არ რეაგირებს და მკერდი არ იბერება, ანუ სისხლი არ შედის და წინა დელტები გებერება, აზრი მითხარით მაგ შტანგის გაკეთების. გაკეთეთ განტელებით. განტელებს ვერგზნო გადადით ჰამერებში. ჰამერებში ვერგზნო გადადით ტროსში. ისეთი ვარჯიში იპოვოთ, სადაც მკერდი იბერება, იჭიმება და თუ იბერება, ესე იგი სისხლი შედის, თუ გრძნობ მკერდის დაჭიმოს, ესე იგი სწორ გზაზედ გახარ. ამიტომ აი ეს ძველი აზროვნება იმისი დღესდღეობით სამწუხაროდ დარჩენილი ეს ძველ დარბაზებში ის რომ თუ ჩაჯდომას არ აკეთებ ფეხები არ ესგეზდება და თუ ვერ გრძნობ ჩაჯდომის დროს ფეხებს რა ხდება? მაინც უნდა გავაკეთო? საერთოდ არ ვაკეთებ ფეხების ვარჯიშის დროს ჩაჯდომას, მაგრამ განახებთ რა ვარჯიშებს ვაკეთებ და შევაფასოთ მე მაქვს ფეხები თუ არა. ესე იგი, ხომ მკერდთან ერთად, როდესაც აკეთებ ბიცეპს, ანუ ჯერ მკერდის ვარჯიში და შემდეგ ბიცეპსის ვარჯიში, ამ დროს რამდენად ბიცეპსის ვარჯიშის გაკეთება სასურველი. მკერდი და ბიცეპსის დროს, რა თქმა უნდა, იდეალური, კარგი გადანაწილება არის, რადგან ხშირ შემთხვევაში ხოლმე მკერდის ვარჯიშების შემდეგ ტრიცეპსი იმდენად დაღლილი არის, რომ სრულფასოვნად ტრიცეპს ვერ ავარჯიშებენ. თუ მკერდის დღეს ბიცეპსი გაქვთ და პრიორიტეტი ამ შემთხვევაში ბიცეპსი არის, შეგიძლიათ ბიცეპსის ვარჯიში დაიწყო და შემდეგ მკერდზე გადახდეთ. ერთმანეთს ხელს არ უშლის, მაგრამ თუ პრიორიტეტი მკერდი არის, დაიწყეთ მკერდის ვარჯიშით და შემდეგ ბიცეპსზე გადადეთ. თუ ისე ხდება, რომ მაგალითად მკერდის ვარჯიშის დროს ტრიცეპსიც გაქვთ,
მე გირჩევთ 4 მკერდის ვარჯიშის შემდეგ თუ აკეთებთ 3 ტრიცეპს, გირჩევთ რომ გაკეთოთ 2 ტრიცეპს. რადგან ჩათვალეთ რომ 1 ტრიცეპსის ვარჯიში მკერდმა წაკართოთ. და თუ თქვენი ვარჯიშები შეიძლება როგორც არის 2 ძელზე აწევა ჟიმგანტელი, იქ ტრიცეპსი იმდენად იჭიმება, იმდენად იტვირთება, რომ ფაქტობრივად კიდევ 3 ვარჯიში ტრიცეპსზე ვფიქრობ ზედმეტი იქნება. თან თუ ნატურალურად ვარჯიშობს ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ანამატებზე არის. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პროპაგანდას ჩვენ ფარმაკოლოგიას ამ ანაბოლიკებს არ უწევთ, მაგრამ მინდათ რომ საღად ვიაზროვნოთ. ხშირ შემთხვევაში დარბაზში მოსული ადამიანები YouTube-დან გადამოღებულ ვარჯიშებს იღებენ და ისეთი სტილით ვარჯიშობენ, რაც ძალიან არასწორი და დაუშვებელია, იმიტომ რომ მათი მომზადება, მათი ფარმაკოლოგია, ის რაღაც პრეპარატების სხვა დატვირთვაზე არის, ანუ ასე ვთქვათ, სხვა დატვირთვას უძლებს, ადამიანი რომელიც ჩვეულებრივ კვებაზე და დანამატებზე, მას სხვა დატვირთვა ჭირდება. ამიტომ ერთმანეთში არაურივ და ჩვენი თავი არ მოვიტყუოთ. ვაკუუმზე საინტერესო იქნება ვიდეოს სრულფასოვანი განხილვა. კი ბატონო, ვაკუუმზე ხშირად იყო დასმული. ჩვენ ვიცით რომ გვაგვაჩნია მუცლის კუნთები და ასევე შიგნით არის დიაფრაგმა, რომელიც პასუხისმგებელი არის მუცლის გაბერილობაზე. ხშირ შემთხვევაში ხომ ორსულქარებს, ორსულობის შემდეგ მუცელი რჩებათ და თუ ხარ დაკვირვებული ხშირად კორსეტს იცნებენ, ესეთი ეგრეთ წოდებული ეს ელასტიური კონსეტია, რომ ეს მუცელი უკან ჩაჯდეს. ან მამაკაცების შემთხვევაში, თუნდაც როდესაც დიდ რაოდენობას საკვებს იღებენ და მუცლის დიაფრაგმა გაბერილი არის, კარგი არის ვაკუუმის ვარჯიშები დილით უზმოზე, ნაჭამზე ნაკლებად, რადგან ნაწლავებზე პრობლემა არ იყოს და ასევე პლანკას რო ეძახიან, როდესაც ვდგავართ იდაყვევზე, ანუ ამ შემთხვევაში მუცელი იჭიმება და შიგნით შედის კარგად. და აი ამ დიაფრაგმას უფრო ჭიმავს, ტონუსში მოყავს და რა თქმა უნდა პრესის ვარჯიშებიც, რომელიც იჭერს, ანუ მოდუნებული პრესი უფრო გამოვარდნილი არის. ასე რომ თუ ვინმეს პრობლემა გაქვს ამ მუცლის, პირველ რიგში შეამციეთ პორციები საკვების, ცოტა პორცია რო იყოს, მაგალითად 300-350 გრამს თლიანად არ აღემატებოდეს ერთი პორცია თავისი ცილებით, ბოსტნეულით და ნახშირწყლებით და ხშირი ჭამა შესაბამისად ეს დიაფრაგმა უფრო შიგნით შეიწევს და დაპატარავდება და ასევე პრესის ვარჯიშები არ დაიზაროთ. პრესის ვარჯიშებს იმისთვის არ ვაკეთებ, რომ კუბიკები გამოვიდეს, იმისთვის რომ იყოს დაჭერილი, ისეთი დაჭიმული და მუცელი წინ არ გადმოვარდეს. მშვიდება ეს კონტენტ რამდენჯერ კიდევ ხო ესეთი რაღაცა რადგან ჯერ კიდევ შეზღუდვის რეჟიმში ვართ იქნებ home full body workout ну ისევ home full body workout full body workout-იც მისასალმებელია დამწყები ადამიანებისთვის მაგალითად ჯერ დიდი კუნთებით ან მკერდის კუნთებით იწყებ მე ზურგის დელტების ხელების და შემდეგ შეიძლება ფეხები დავამთავრა ან ფეხები დავიწყო ფეხები მკერდის ზურგი დელტები და ხელები იმისათვის რომ ორგანიზმი თითოეულს გავაცოცხლოთ მაგრამ ჩემს შემთხვევაში მე ჩემი მოსაზრება არის და არავის თავს არ ვახვევ, როდესაც ადამიანები მოდიან დამწყებები full body-ს არ ვავარჯიშებ, რადგან მაგალითად ორშაბათს რო full body გავარჯიშებინ ან თლიანი სხეული, მეორე დღეს ყველაფერი ტკივა აბსოლუტურად. მესამე დღეს ისევ full body რო გავაკეთებ იგივე კუნთები, ტკივილი აქვს, ფაქტობრივად ნახევარ ვარჯიშს ვერ აკეთებ. ამიტომ მირჩევნია რომ გაყოფილი იყოს, სამ ნაწილად დაყოფილი იყოს ვარჯიშები. ერთ დღეს ვავარჯიშებ მაგალითად მკერდი ბიცეპსი, მეორე დღეს დავისვენო, მესამე დღეს ზურგი ტრიცეპსი და მეოთხე დღეს დავისვენო და მეხუთე დღეს დელტები და ფეხები. ამ შემთხვევაში ის კუნთები, რომელიც დავტვირთო პირველ დღეს, აღდგენას ასწრებს, ანუ არ კვდება ეს ადამიანი, რომელიც მოსულია ახალი და ტკივილებისგან არ წვალობს, ანუ აღდგენითი პროცესები უფრო მალე ხდება. ამიტომ full body-ს ვიღაცისთვის გასამართლებელია. ჩემს შემთხვევაში ჩემი შეხედულება არის ესეთი, თორე CrossFit-ი იდეალური არის, full body, ყველაფერი მუშაობს და თუ მოგწონთ და თავს კომფორტულად გქონთ, რატომაც არა. სიმართლე გითხრათ, ამ სპორტით რომ არ იყო დაკავებული, CrossFit-ში აუცილებლად ვიქნებოდი. წელი დასაწრულებელი ვარჯიშები თუ არსებობს, რომ გადაიღოთ უშლება. დასაწრულებელი ვარჯიშები არ არსებობს, მაგრამ რო არ გაგანიერდეს, ეგეთი ვარჯიშები არსებობს. ესე იგი, თუ გენეტიკურად თქვენი წელი არ არის ვიწრო, ანუ მენჯის ძვლები არ არის ვიწროთ, არ შეიძლება, არ არის რეკომენდირებული, მაგალითად, თავისუფალი წონებით ვარჯიში. როგორც არის შტანგის შემოტანა, წაგის ამოტანა, მაგრამ თუ გაგიმართათ აი როგორც ჩემს ოპერატორს გაუმართა და ღმერთმა მისცა წვილი წელი და გინდა წეა გაიკაჭაოს, გინდა განტელებდა არ გადის არსად, იმიტომ რომ ძვლები ვერ გაგანიერდება,
ზურგი გაიზრდება და წელი ისე ვიწო დარჩა, მაგრამ ვისაც მე მაგალითად არ გამიმართლა და წყობა თვითონ ძვლებისმა განიერი, ვცდილობ რომ მაქსიმალურად ტრენაჟორებში იყოს აქცენტი გაკეთებული, რომ ირიბი კუნთები არ ჩაირთოს ჩემი წელი, იმიტომაც არის თავისუფალი წონით ჩაჯდომები ამოღებული მაქვს. ერთ-ერთი ვარიანტი განტელებით შემოტანა, შტანგით შემოტანა, და უფრო ტრენაჟორებში ხმარობ ვარჯიშოს კორსეტს, კამარს, რომ ირიბი კუნთები მაქსიმალურად ატროფირებული იყოს, ანუ არ ჩაირთოს და უფრო მეტი აქცენტი არის ზურგის სიგანეზე, რომ წვრილი გამოჩნდეს წელი და უფრო განიერი იყოს, იმიტომ რომ ძვლებს ვერ დავაწვლიოთ, მაგრამ ზურგის გაგანიერება შესაძლებელია. ამიტომ დასაწვილებელი წელის ვარჯიშები არ არის და არავითარ შემთხვევაში აი ეს ვანკას ვარჯიშს რო აკეთებენ ხოლმე ჩვენ დარბაზში საკემატაში მაგალითად სპანჯბობის ვარჯიშს ვეძაღით, იმიტომ რომ წელი ხდება ოთხკუთხედი, იმის მაგალითად რომ დაიწვილონ, ხელი არ ახბოთ არავითარ შემთხვევაში წელის კონდეს. არც ეს ტრიალები ბლინით რაშვება წონის დროს იწყებს გაგანიერებას. თუ რა თქმა უნდა ჭიდაობით ხარ დაკავებული რაგბისტები ხართ, მაგალითად და გჭირდებათ ეს წელი, რაც უფრო სქელი და ძლიერი არის, კი ბატონო, ამ შემთხვევაში მისასალმებელია, მაგრამ თუ თქვენ ესთეტიურობაზე საუბრობთ, წვრილი წელი განიერი ზურგი, ამ შემთხვევაში ამ ვარჯიშებს უნდა შევეშოთ. გადაღებაში სერიოზულად ხო? შეგიძლია დამიწერო ბიცეპსის, ფეხების ტრიცეპსის და მკერდის დელტები. ესე იგი ბიცეპსი, ფეხები, ტრიცეპსი და მკერდი დელტები რამდენ ხანში ერთხელ უნდა ვავარჯიშო. ჩვენ სხეულში არსებობს დიდი კუნთები, ეს არის მკერდის კუნთები, საჯდომის კუნთი, კვადრიცეპსი და ზურგის უგანიერესი, რომელიც 72 საათში აღდგება, ანუ მისი დატვირთვა 72 საათში ერთხელ უნდა მოხდეს სრულ ფასოვნად. საშუალო კუნთები არის დელტები, ბიცეპსი, ტრიცეპსი, ბარძაკის ბიცეპსი, რომელიც 48 საათში უნდა დატვირთო და პატარა კუნთები, რომელიც არის წინა მხარი პრესი, წვივი, 24 საათში ერთხელ დატვირთოთ. კიდე კითხვა ისინი, რომ პრესები შეიძლება თუ არა რომ ყოველდღე გავაკეთო. მიუხედავად იმისა, რომ იგი 24 საათში ერთხელ აღდგება, ჩემი რჩევა არის, რომ დღე-გამოშვებით ავარჯიშეთ პრესი და ასევე წელიც. ანუ თუ ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი პრესს ვავარჯიშებ, სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი წელი გიპერექსტენზიაზე შეგიძლიათ გააკეთოთ ეს ვარჯიშები. რომ მათაც აღდგენა კონდეთ. საინტერესოა, მაგრამ პრესები იკაწერს, პრესები სამზარეულოში კეთდება. ძალიან მომწონს თქვენი ვიდეოები, ძალიან კარგია, ხსნით ყველაფერს, მადლობა. შემდეგი არის ესეთი რაღაც, რომ ორშაბათს, ანუ ზერონო ესეთი წერს, ჩამოწერა თავის მკერდის, იმისა თავისი ვარჯიშები და მაგათ ორშაბათს აქვს მკერდი, სამშაბათს აქვს მხრები. მხრებს რას გულისხმობს, არ ვიცი, მხრების კუნთები, ბიცეპსი, ტრიცეპსი ალბათ დელტებს გულისხმობს. მერე ოთხშაბათს აქვს ფეხები, ხუთშაბათი ბიცეპსი, პრესი, პარასკევს, შაბათი დასვენება, კვირა დასვენება. პირველ რიგში მოდი გეტყვი ესეთ რაღაცას, რომ როდესაც ორშაბათს მკერდს კაჩაობ, იჭიმება რა თქმა უნდა შენი დელტებიც. თუ დელტების ვარჯიშის დროს წინა დელტა არ არის და მხოლოდ შუა დელტა და უკანა დელტა, ამ შემთხვევაში გამართლებულია. მაგრამ თუ მკერდის ვარჯიშის შემდეგ შენ მეორე დღეს კიდე წინა დელტას კაჩაობ, ეს უკვე არასწორია. თუ ორძელი გაქვს მკერდის ვარჯიში და შენ კიდე წინა დელტას კაჩაობ მეორე დღეს, რა თქმა უნდა აღდგენილი არ არის და რეგრესში მიდის და არა პროგრესში. ფეხები კი ბატონო, შემდეგ ბიცეპსი, პრესები, ტრიცეპსი დაავიწყდა სადღაც. ხუთშაბათს მარტო ბიცეპსი წერი, ანუ ტრიცეპსი არ უნდა შეიძლება, ან გამორჩა. პარასკევს მარტო პრესები. ეს პარასკევს აქვს პრესების დღე. მარტო პრესების დღისთვის რომ მიხვიდე დარბაზში, ფიქრობ არასწორი იქნება, ამიტომ ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი პრესები გაგდეს, სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი დაასვენე. კაი. მე ვფიქრობ ამ ეტაპზე გავეცი თქვენს კითხვებს. შემდეგში აუცილებლად ამ ვიდეოებს ჩავსავ ხოლმე, აუცილებლად გაგცემთ პასუხებს, იმიტომ ზოგი შეიძლება კითხულობს კომენტარს, ზოგი არა, მაგრამ ვიდეოს სახით უფრო გასაგებად იქნება ახსნილი და უფრო დეტალიზირებულად. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე ვემზადები Arnold Classic-ისთვის, ანუ Arnold Schwarzenegger-ის ტურნირისთვის, რომელიც ჩატარდება ესპანეთში, სევილიაში, რომელზეც 2016 წელს ვიყავი გასული, სადაც ნახევარფინალი დავაფიქსირე, შედეგი და ეხლა ვფიქრობ, რომ მედი მაქვს ღმერთის წყალობით გამომივა უფრო მაღალი შედეგი. მანამდე მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვით ვემზადებოდი Georgian Grand Prix-თვის, რომელიც საქართველოში ჩატარებული იყო საერთაშორისო ტურნირი. ჩემი თავისთვის ესეთი გამოწვევა
გავაკეთე, რომ 56 დღე იყო დარჩენილი და მაინტერესებდა თუ რა შეიძლება ჩემს ხელს რამდენი ტრანსფორმაცია შეიძლებოდა. მაგრამ შეჯიბრამდე ერთი კვირით ადრე მოხდა ისე, რომ გამიჭირდა კვილი, გამიჭრეს ყბა, გამიჭრეს კვილი, გამიკერეს ყბა. ასევე ერთი კვირის განმავლობაში დამინიშეს ანტიბიოტიკები. ვინც ახლა ამ თემაში ხართ, იცით რომ ანტიბიოტიკებს როსვავ, იქ უკვე არანაირი ფორმაზე ზედმეტია საუბარი, მაგრამ ყველაფერი რაც ხდება სასიკეთოდ, ყველაფერი უფრისნება, გავაგზავნეთ მზადება, ძალიან კარგი რო არ გამოვიდი, ესე იყო საჭირო, გული ნამდვილად არ დამწყვეტია და ვემზადებით არნოლდ კლასიკისთვის და მინდა ჩემთან ერთად თქვენს თვალყური ადევნოთ ჩემს მომზადებას, ჩემს ტრანსფორმაციას სადაც იქნება ყველაფერი, ყოველი ჩემი დღე, ყოველი ჩემი ვარჯიშები გაწერილი, ტრანსფორმაცია თუ რა ყვება, როგორ დავიწყე ყვება, ცალკე შემოგთავაზებთ ვიდეო სამზარეულოში, უშუალოდ თუ როგორ მზადდება საკვები და ნელ-ნელა ეტაპობრივად რა საკვები ამოვარდება ყვებიდან და რა შეიცვლება. რამდენი იქნება ნახშირწყალი, როგორი ნახშირწყალი და ბევრი საინტერესო დეტალი. იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ ჩემი კონტენტი, იმედი მაქვს რომ საინტერესო იქნება. მეტად მოიწონებთ, კომენტარებს დაწერთ და მაქსიმალურად ვეცდები თქვენ კითხვებზე პასუხი გაგცემთ. ახლა კი დაგემშვიდობები და შემდეგი ვიდეო იქნება ზურგის ვარჯიშები, ორედო სიტყვით კვების რეჟიმს შევეხები და შემდეგ ცალკე კვებაზე ვისაუბრებთ. მადლობა თქვენი დიდი ყურადღებისთვის.